მეორე შემთხვევა, სადაც Yandex-ის გამომჟღავნება ხდება. აი, ნახეთ უბრალოდ. აქედან რომ მივიდე მე იმ ადგილზე, სადაც გამოძახება მომცა, არის ყველაზე ახლო გზა 2.4 კილომეტრი. 2.4 კილომეტრიდან, როცა იქ მივალ, აი, მივედი დავუშვათ. მივედი ადგილზე. აქედან მიშვებს Orbi City C ბლოკში. კაი, გავუშვათ აბა C ბლოკი. 2.4 კილომეტრი იქედან უნდა. ეს ჯამში იქნება 4.8 კილომეტრი. ანუ 5 კილომეტრამდე. 5 კილომეტრში წერს 2 ლარი და 60 თეთრი. აქედან მიაქვს 40 თეთრი, 50 თეთრი. 2 ლარად, როცა გეივლი 5 კილომეტრს. ეს საწვავი, მარტო საწვავზეც არაა დამოკიდებული, ხო გესმით არა, მანქანაა, ხარჯია თავისი. აი საწვავის ფულს ვერ ასწორებს რა. ეს არის აი მძღოლის დამცირება. უდიერად მოპყრობა და ყველანაირად აი ამოსაღებია საქართველოს ინტერნეტ მომსახურებისა და სხვა ნებისმიერ რაც თუ სერვისი გააჩნია Yandex საქართველოში არის ამოსაღები. სასამართლო წესითაც კი მიუყვები ამ საქმეს, ყველანაირად შევეცდები რომ აი ეს კომპანია აიკრძალოს და ისეთი კომპანიებია, ის სხვა კომპანიები როგორიცაა ვთქვათ Bolt-ი, Maxim-ი. მე არ საუბრობ იმის გამო რომ ვთქვათ ეს კომპანია რუსულია, ჩინურია თუ ფრანგულია. ოღონდ მუშაობდეს ნორმალურად და რატომაც არა, იყოს თუნდაც ფრანგული და ჩინური, რა მნიშვნელობა აქვს. ეს არის უბრალოდ აი ის კომპანია, რომელიც ესეთ მათხოვრულ ხელფასებზე, მათხოვრულ შემოსავალზე ამუშავებს მძღოლებს, იმ მძღოლებს, რომლებიც მართლაც ისედაც გაუბედურებულნი არიან და ყველანაირად ცდილობენ რომ რაღაც 1-2 კაპიკი შეიტანონ ღამისთებებით და სხვადასხვა გაჭირვებებით სახლში. აი უბრალოდ ნახეთ რა არის Maxim-ი და როგორ მუშაობს და ამის მერე კიდე ვიღაც გამომიხდება კომენტარებში და დამიწერს რომ ჩემთან კარგად მუშაობს, როგორ მუშაობს შენთან კარგად. ერთი შეკვეთა არ ჩამიგდია აქამდე. როცა ვიმუშავე და ვხედავ რომ ჯიბეში არაფერი არ მრჩებოდა. 3-4 ერთი დღე, ერთი კვირა შევხედე, მაქსიმუმ 10 დღეში შევხედე, მეთქი მომემატოს დონეები, რაღაცეები. Gold-ზე ვიყავი ასული, როგორც გაჩვენეთ 8000-ზე ვიყავი ოქროზე, აი ახლა აქაც, გამოჩდება